Cool Cemal. Ვიცი, ჩემზეც გაბრაზებული ხარ. მაგრამ დევამ ეს არ დაიმსახურა. ხომ იცი, ავად ნერვიულობის გამოა. თურმე ბავშვობაშიც ასე ემართებოდა. ვიცი. არაფერია, მალე გამოჯანმრთელდება. არ გამოჯანმრთელდება. უარესად გახდება. ერთ დღეში მამა და დედა კარგა. უპატრონოდ დარჩა. ცოლად საყვარელ მამაკაც გაყვა. ის ზედაც არ უყურებს. იძულებულს ხდი, რომ მერდთან ერთად ერთჯერ ქვეში ცხოვროს. მასთან ერთად სუფრასთან იჯდეს. გოგოს აწამებ. დაიმსახურა, მანეს დაიმსახურა. არ დაუმსახურებია. დევას შენთვის სიმართლე პირველივე დღეს უნდა ეთქვა. სანამ მერთი და გულენდა მე ამ სახლში მოვიდოდნენ. მაგრამ მე შევაჩერე. დამნაშავე თუ ვინმეა ეს მე ვარ. ვინმეს თუ უნდა გაუბრას და მე გამიბრაზდი. ისიც დედა ჩემს გავს. არა, ასე არ არის. არა. ის დედა შენს არ გავს. დედა შენი ცუდი ადამიანია, ის ბოროტია. დევა ბოროტი არ არის, ეს შენც იცი. მაგრამ მან სხვა შეიყვარა. ბედნიერი იყო. ცოლად მას უნდა გაჰყოლოდა. ესე იგი ვაჟები მამამისის ბედის წერას იზიარებენ. არავინ არავის ბედის წერას არ იზიარებს. Cool Cemal, დაწყენი ხარ გაბრაზებული. მართალიც ხარ. შენი მესმის, მაგრამ სიბრაზის გამო უსამართლოდ ნუ მოექცევი. ყველას ისე ვექცევი, როგორც იმსახურებს. Cool Cemal, შენის გიყვარს. ის დევაა. გოგო, რომელიც ჭრილობით იცანი. გაიხსენე მასე როგორ მიამბე. დევა ბავშვია, რომელიც სულიერად არასდროს გაზრდილა სწორედ ისე როგორც შენ. მან შენი ჭრილობა დაინახა, შეგიყვარა. მომხდარის მიუხედავად თავის ოჯახს დაუპირისპირდა. შენ აგირჩია. წლები დედა შენი გეზისხებოდა. სისხლი ძლიერი გრძნობაა. შენთვის ადვილია, შენთვის ნაცნობ გრძნობას ჩაეჭიდო. მაგრამ დევას კარგავ. ღმერთმა შანსი მოგცა, უნდა გამოიყენო. მერე ძალიან ინანებ. ამჯერად შენთვის ნაცნობ გრძნობას ნუ აირჩევ. ზიზღის ნაცვლად სიყვარული აირჩიე. მამამისი ავადმყოფობისას დევას ჩადოსნურ წვნიანს უმზადებდა. ყვავილების ფორმის ვერ მიშელით. ეს წვნიანი სწრაფად აჯამრთელებდა. ისე რომ იცოდე. მე მზად ვარ. გავიდეთ. შენ სად მოდიხარ? მეც წამოვალ. უნდა გაგაცილო. საჭირო არ არის, თვითონ წავალ. წამოვალ არ მაღან. თავს ტყუილად ნოიღრი შვილო. თუ თქვა წამოვალო, აუცილებლად წამოვა. იბრაჰიმ ბიძია, ბავშვობიდან ჩემ გვერდით ხარ. შენს ხელში გავიზარდე. ჩემზე დიდი ამაგი გაქვს. დედა ჩემის გამო შენ წინაშე ქედი მუდამ მოხრილი მექნება. გთხოვ, მაპატიე. გპატიობ შვილო. მომხდართან შენ არავითარი კავშირი არ გაქვს. წარმატებას გისურვებ. აბა თქვენ იცით, აეროპორტში არ დაგაგვიანდეთ. რაღაც მინდა გკითხოთ. შეგიძლიათ დასარჩენი ადგილი უზრუნველყოთ? ძალიან კარგი. გმადლობთ. პირადობის მოწმობა და პასპორტი მზად როდის იქნება? რას ამბობ ძმაო? რამდენიმე კვირა ვერ მოვიცდი. გითხარით ძალიან მეჩქარება მეთქი.
თქვენი მესმის, მაგრამ მართლა ძალიან მეჩქარება. დაჩქარება არ შეიძლება? გასაგებია, დაჩქარების შემთხვევაში რამდენიმე ხნება დასამატებელი. კარგი. კარგი, ასე მოვიქცეთ. კარგი. იცოდეთ, ძალიან მეჩქარება. ხომ გითხარი, თუ არჩევანს მასზე გააკეთებ, შენთვის აღარ ვარსებობ მეთქი. ამიერიდან მამა აღარ ყავს. ოჯახი აღარ ყავს. სახლი აღარ გაქვს. სულ მარტო ხარ. საღამო მშვიდობისა. ამჯერად რატომ მოხვედი? დაგირეკე და არ მიპასუხე. შენი ქალიშვილის გამო გირეკავდი. დევას გამო. სანამ შენ გვერდით არის, მე მისი სახით ქალიშვილი არ მყავს. ისევ ჩემი ქალიშვილი იქნება, როდესაც იმ სახლიდან წამოვა და მე დამიბრუნდება. იცი დიდ პატივს გცემ. შენი შვილების უკან მთასავით ხარ აღმართული. მათ გამო სიცოცხლესაც კი გაწირავ, ხომ ასეა? რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ შენი ღვიძლიშვილი არ არის, ის ჩემი ღვიძლიშვილია. ვიცი. ღვიძლი მამა რომ ჰყოლოდა, შენსავით არ ეყვარებოდა. მასზე ასე არ იზრუნებდა. ამას მაშინ მივხვდი, ჩვენს კარს დილამდე რომ არ მოშორდი. შენი ქალიშვილი ავად არის. შენი მომზადებული წვნიანი სჭირდება. უფრო სწორად მამა სჭირდება. შენთვის უთქვამს, რომ უყვარ ხარ. შენც თუ ეთყვი, რომ გიყვარს, აღარ წავა აქ დარჩება. გთხოვ, შეაჩერე იფეკ.
დაგვაგვიანდა. იმედია რეგისტრაციას მიუსწრებ. კარგად ხარ? თუ შეიძლება მანქანა გააჩერეთ. რას აკეთებ, იფეკ? მანქანა გააჩერეთ. იფეკ. თუ შეიძლება ცალკე დაველაპარაკები. მაგვიანდება, იფეკ. გუშინ მითხარი რომ გიყვარვარ. რატომ მარცხვენ? რატომ? სიყვარული სასირცხვილოა? თუ ცალმხრივია, დიახ, სასერცხვილოა. ჩემთვის არც კი გიკითხავს. რატომ უნდა მეკითხა, იფეკ? ვიცი რომ არ გიყვარვარ. რა იცი? იმიტომ ვიცი რომ შენ ცხოვრებაში ყოველთვის ჩემზე უკეთესები არსებობდნენ. უმეტესობას ვიცნობდი. ერთ-ერთი მათგანი ფეხბურთელი იყო, მეორე სპორტული აკადემიის წევრი. ერთს ხვდებოდი, მგონი ალი ერქვა. ის მოდელი გახდა, ხომ ასეა? მე შემომხედე? მე ის პიროვნება ვარ, რომელიც მთელი ცხოვრება ამ მეტალზე ვარ დამოკიდებული. მე და დევა რომ გაგვიტაცეს, ვერაფერი მოვიმოქმედე. დევას კივილი მესმოდა. მიწაზე ვხოხავდი, მაგრამ ვერაფერი შევძელი. ცხოვრებაში ასეთი სასოწარკვეთილი არასოდეს ვყოფილ ვარ. რეალური სურათი მაშინ დავინახე. საკუთარ თავს უთხარი, ეს შენ ხარ. აქედან წასვლა სწორედ მაშინ გადავწყვიტე, იფეკ. მართალია შენთვის არ მიკითხავს გიყვარვარ თუ არა, რადგან ქალს რატომ უნდა ვუყვარდე? რატომ? მითხარი. ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ. ვიდრე ისინი, ვისაც საკუთარი თავი შეადარე. შენი აზრით შენ მიერ ჩამოთვლილ ახალგაზრდებს რატომ დავშორდი? რატომ დავშორდი არ მაღან? იმიტომ რომ მიღალადეს. იცი რატომ დავშორდი იმ მოდელ ალის? იმიტომ რომ ხელი ჩემეხო. დამარტყა. სწორედ ამიტომ დავშორდი. მაგრამ ყოველთვის ესე ხდებოდა, რომ როცა მიჭირდა, როცა თავს ცუდად ვგრძნობდი, ჩემ გვერდით ყოველთვის შენიყავი. თავს მხარზე დაგადებდი და ვტიროდი. ჩემს ტკივილს შენ გიზიარებდი. შენ გვერდით თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. შენი ხასიათით, შენი კეთილი გულით თავს ყველას აყვარებ. ბევრად ჯობი ხარ მათ, ვინც ცოტა ხნის წინ ჩამოვთვალე. მართალი ხარ, არ მიყვარდი. როგორ შეგეყვარებდი არ მაღან? თუ შეგეყვარებდი, დაკარგავდი. ხო, არადა როგორ დაკარგო არ მაღან? მე შენთან ერთად გავიზარდე. როგორ დაკარგო? მაგრამ ძალიან მიყვარხარ. მიყვარხარ არ მაღან? მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობდე. მინდა რომ შენ გვერდით ვიყო. რა თქმა უნდა, ეს შენც თუ გინდა. არ მინდა რომ წახვიდი არ მაღან. არ მაღანი არ წავა. მივდივართ ემრულა. სად მივდივართ, ქალბატონო? ჯერ ბოლომდე არ გამოჯანამრთელებულ ხართ. ნივთები ჩაალაგე მივდივართ. კი, მაგრამ ახლა როგორ წავალთ? ემრულა, გითხარი მივდივართ მეთქი. როგორც მიბრძანებთ? როგორ დაიტანჯე ჩემო ლამაზო. ნუ ტირი დამშვიდდი. გათენდა? არა. ჯერ არ გათენებულა. ქულჯემალი სად არის? არ ვიცი. წავიდა. ჩემზე გაბრაზდებოდა ალბათ რომ გავხდი. მამა ჩემს რომ რამე დაუშავოს? არა, არაფერს დაუშავებს. არ დაუშავებს. როგორ არის? ისევ მაღალი სიცხე აქვს. მამა ჩემი მოვიდა.
მოვედი შვილო, მოვედი. წვნიანი მოგიმზადე. მართლა? ყვავილების ფორმის ვერმიშელით. მამა. მართლა მოხვედი. მამა. ხომ იცი ეს წვნიანი ჯადოსნურია. ვიცი. მოგიხდება. ვიცი. მოდი. უგემრიელესია. ქალბატონო ნეტა ვარ წამოსულიყავით, ჯერ ბოლომდე არ გამოჯანამრთელებულ ხართ. კარგად გავხდები. ქალბატონო, იმ სახლში მიხვალთ, დევას და გულჯემალს შეხვდებით და უფრო ცუდად გახდებით. ემრულა, ხომ თქვი დევას იქიდან წამოვიყვან მეთქი? თქვით, მაგრამ მაინც დაქორწინდნენ. ახლა რას აპირებთ? დევას მამამის გავაცნობ, რომლის ვინაობაც ასე ძალიან აინტერესებს. დევას მამამის გააცნობთ? დევას უფლის წყალობით დილით უკვე კარგად იქნები. ვიცი. თავს უკვე კარგად ვგრძნობ. მე წავალ. მამა. მაბადიე, ხომ ასეა? მოვედი, რადგან ავათხარ. რომ მითხარი. მე მამა შენი აღარ ვარო. მაბადიე არა? მომისმინე შვილო. მართალია შენ ეგვიძლი მამა არ ვარ, მაგრამ შენს მამობაზე უარი არასოდეს მithქვამს. ვიცი. შენ დაოჯახდი და ჩემს შვილობაზე უარი თავად თქვი. სანამ მის გვერდით იქნები, შენზე მუდამ ნაწყენი ვიქნები შვილო. სახლში წაგიყვანთ. ჩემი ნამდვილი მამა შენ ხარ. ბავშვობიდან ვცდილობ ჩემი ნამდვილი მამის ვინაობა გავარკვიო. მაგრამ ის შენ ხარ. მამა ჩემი შენ ხარ, შენ გამზარდე. ავადმყოფობისას ჩემ გვერდით შენ იყავი. მარტო არასდროს მტოვებდი. იბრაჰიმ ნაქაშოღლუ ჩემი ღვიძლი მამაა. შენ ხარ ჩემი მამა. შენ შვილობაზე უარი არასდროს მithქვამს. არც არასდროს ვიტყვი. ვიცი რომ ერთ დღეს შენც მაბადიებ. კარი გააღე. ძმა გულჯემალის სახლში არ არის, ახლა ხან გავიდა. გულჯემალის სენახავად არ მოვსულ ვარ, კარი გააღე. კარი გააღე. უსინდისო. მის გამო თავს ვიკლავდი. ის კი ახლა აქედან იპარება. გულენდა? რა გინდა? არ ვისაუბროთ? შენთან საუბარი არ მინდა. დევა. დევა. ზაფერჰანიმ, ასე ვერ შემოხვალთ. აქ რა საქმე გაქვს? დამშვიდდი. დევასთან სალაპარაკოთ მოვედი. მართლა? ამ სახლში შენ მიერ შემოშვებულ ჯაშუშს ყველასთან დასრებით დაელაპარაკები? რა თქმა უნდა, ჩემი ძმა მას ხომ ყველაფერს პატიობს.
Öyle mi? მართლა? Sen nasıl bir şeytansın? ეშმაკი ხარ. O kızı bu eve özel... ის გოგო ამ სახლში სპეციალურად ჩანერგე. იცოდი რომ ჩემი ძმა შეიყვარებდა. Hayatımı kaydırdım biliyorsun. სიცოცხლე გამიმწარე. Bu evlilik ამ benim... ქორწინებამ ცხოვრება დამინგრია. Üzülme. ნუ წუხარ. დამშვიდი შვილო. Annen bu evliliği... დედა შენი ამ ქორწინების ჩასაშრელად მოვიდა. Deva! დევა, Biraz თავს უფრო კარგად გრძნობ საყვარელო. ხო, Babam affet. მამა ჩემი მაბადიებს? Tabii ki affedeceğim. რა თქმა უნდა. Babalar kızlarına მამები თავიანთ ქალიშვილებს ხაზს ასეულად არ გადაუსვამენ. დევა აქ ვარ. გელოდები. რა ხდება? ზაფერ ხანიმის ხმა? დევა, Ay İbrahim. იბრაჰიმ. იმედი არაფერი მოიმოქმედე იბრაჰიმ. İbrahim Usta. ოსტატო იბრაჰიმ. İbrahim Usta. კარგად ხარ იბრაჰიმ? Gel, წამოდი. gel, gel. მოდი აქ დაჯექი. Otur biraz şöyle. რა დაგემართა? Ne oldu İbrahim რა Usta? დაგემართა ოსტატო იბრაჰიმ? Ne işin var senin burada? აქ რატომ მოხვედი? სახლში როგორ შემოხვედი? Bakıyorum şimdi... ხედავ უკვე ამ სახლის დიასახლისი გამხდარ ხარ. Unutma burası... არ დაგავიწყდეს ეს ჩემი შვილის სახლია. Senin kayın მე var. შენი დედამთილი ვარ, რძალო. რა გინდა? Uzun süre... ფეხზე დიდხანს დგომა მიჯერს. Ben müsaade არ გეწყინოთ. oturacağım. დავჯდები. Kızım son ჩემი ქალიშვილი სანთელივით დნება. 2 günde ორ დღეში ჩამოხმა. belli ki აშკარაა რომ ჩემს ქალიშვილს აწამებ. oysa არა და მას ძალიან უყვარხარ. bize rağmen evlen ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად ცოლად მაინც გამოყვა. ama ჩემმა ქალიშვილმა არ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაზეც პასუხი დედა შენმა არ აგო. böyle evlen. ასეთი ქორწინება დაუშვებელია. Böyle ეს სიყვარული არ არის. sana yalvarıyorum. გემუდარები. Kızımı bırak. გაათავისუფლე ჩემი ქალიშვილი. მიატოვე. Bırakmak istemedim. გგონია მისი მიტოვება მე არ მინდოდა? Neden თუ ასეა, მას რატომ დაქორწინდი? Vazgeç. მას ზურგი ვერ ვაქციე. Ona bak. ვუყურებ და ვნადგურდები. Ama olsun. ცხოვრება მის გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია. Düşünemem. ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. Haberin vardır belki. ალბათ გაიგებდი. Ben yakın სიკვდილ ძლივს გადავურჩი. Bu da bana მივხვდი რომ ცხოვრებაში არასდროს არაფერი არ უნდა გადადო. yıllardır ertelediğim გადავწყვიტე შენთვის მეთქვა ის, რაც ამდენი წელი ვერ გითხარი. Tamam hadi söyle. მალე მითხარი და წადი. Git. მიდი. Biliyorsun seni. ხო მიცი, ბექაგზარდე. შენ არ გაგიზრდი ვარ, მამამ გამზარდა. Eğitim masrafların, kıyafetlerin. სწავლის, ჩასაცმელის, ხარჯებს მევფარავდე. ინით მოხადვის ცერემონიაც კი ჩემს სახლში გაიმართა. ხარჯებს მითვლი? Yapıyorsun. ჩემზე დახარჯული თანხა გინდა უკან მოითხოვო? მე ის ქალი არ ვარ, რომელიც ცირე ხარჯებს ანგარიშობს. ის მამა შენის ფული იყო. Babamın parası. მამა ჩემის ფული? Sen ne რაზე მელაპარაკები?
Hani benim babam... მამა ჩემი ოსტატია. İkimiz de biliyoruz. ვიცით რა შემოსავალიც აქვს. Ne შენ რას ამბობ? İbrahim Usta'ya bak. ბუნებრივია რომ მამა იბრაჰიმს არ ვგულისხმობ. Ben gerçek babanla. მე შენ ღვიძლ მამას ვგულისხმობ. ეს სიყვარული შეუძლებელია. არ ვიცი როგორ მოვიქცე. დევა უნდა მიატოვო. დევა სიმართლეს გაიგებს და შენს გვერდით ისედაც არ გაჩერდება. რა სიმართლეს? Hatırlıyor musun? გახსოვს პატარაობაში Hıdır ellezde. ფურცლის ნაგლეჯზე სურვილებს მაწერინებდი ხოლმე. Sonra onları შემდეგ იმ ბარათებს ვარდების ძირში მარხავდი. Zafer anne. მეტყოდი ხოლმე დედაზაფერ. Gerçek babamı. მინდა რომ მამა ჩემის სახე ერთხელ მაინც დავინახო. Dileğin gerçek. ნატ რა გიხდა. Sana gerçek. შენს ნამდვილ მამას გაჩვენებ. გამომართვი. Abla. მიდი. Kocam შენი ქმარია. Mustafa. მუსტაფა ფეხლივანი. Kocam ჩემი ქმარი. senin შენი მამა. Oha. evimde de მამა შენია ის კაცი, რომლის ფოტოსურათებსაც ჩემს სახლში წლები უყურებდი. მომისმინე შვილო. ჯერა რომ გიყვარს. ხედავ შენი მწუხარება რეალობაა, მაგრამ შენი და დევას ერთად ყოფნა შეუძლებელია. დევა შენთან ვერ დარჩება, კი მაგრამ რატომ? იმიტომ რომ შენი ყველაზე დიდი მტრის ქალიშვილი შეიყვარე. მატყუებ. ეს მამა ჩემი არ არის. მამა ჩემი სოფელში მოკვდა. მას გველმა უკბინა და თავის სოფელში მოკვდა. doğru. მართალია, Bir yılan öldü. გველმა მოკლა. დიახ, Cemal adında bir yılan. გველმა სახელად გულჯემალმა. Benim en büyük ჩემი ყველაზე დიდი მტერი მუსტაფა ფეხლივანია. მუსტაფა ფეხლივანი დევას ღვიძლი მამაა. Tek bıçak darbesi. დანა ჩაარტყა და მოკლა. Ve şimdi ახლა კი იმ გველის ცოლი ხარ. bir de bu წერილიც მაქვს. ძვირფასო მუსტაფა, ჩვენზე თუ ფიქრობ,
შენ ის ადამიანი არ ხარ, რომელიც საკუთარ შვილს ზურგს შეაქცევს. ეს წერილი ვიპოვეთ. ის ჩემზეა არა? Çocuk. Annem. ეს დედა ჩემმა დაწერა. როგორ გაბედე ამის დამალვა? ასეთი რამ როგორ არ მითხარი? მთელი ეს წლები მამა ჩემის ვინაობა როგორ დამიმალე? ეს როგორ გააკეთე? როგორ? Şartlar öyle gerektirdi. გარემოებები ესე განვითარდა, Şimdi tüm მაგრამ დღეს სიმართლეს გაიგებდება. sakin. გამაგრდი. შენ ყველაფერი მომპარე. Baban bu mektubu aldıktan როცა მამა შენმა ეს წერილი მიიღო, პასუხი არ დაუწერია. ondan çok kısa bir süre sonra მალე დედა შენი ბურსაში ჩამოვიდა ბავშვით ხელში. Buraya geldi. Ama baban მაგრამ მამა შენს არც დედა შენი უნდოდა და არც შენ, seni რომელიც არასასურველმა ქალმა გააჩინა. მატყუებ, შენ შეუშალე ხელი. არ გინდოდა რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო. შენ არ გინდოდა. aksine ben yardım პირიქით ვცდილობდი და ვხმარებოდი. რაც უნდა ყოფილიყო საქმე ბავშვზე ხებოდა. ben ეს ბავშვი შენიყავი. elinden tutmak მინდოდა დედა შენს მხარში დავდგომოდი. Liman. თავშესაფარი სჭირდებოდა. ისეთ ვინმეს ეძებდა, ვინც მასზე იზრუნებდა. ამიტომ ცოლად იბრაჰიმს გავაყოლე. Eve de İbrahim ყველაფერი კარგად მინდიოდა დედა შენი ნელ-ნელა სახლსაც მიეჩვია და იბრაჰიმსაც. babanı öldürünce. მერე კი გულჩემალმა მამა შენი მოკლა. რას ამბობ? გულჩემალმა მხოლოდ მამა შენი კი არა, Annenin დედა შენიც მოკლა. რა? Ne diyorsun? ხვდები რას ამბობ? გულჯემალი რა შუაშია? დედა შემი დაიხრჩო. გულჯემალი არაფერ შუაშია, რაზე ლაპარაკობ? annen sana დედა შენი სუსტი იყო. უსუსური. Mustafa'nın ölümü მუსტაფას სიკვდილი ვერ გადაიტანა. yani seninle იმის მაგივრად რომ ძალები მოეკრიბა და გაეზარდე, hayatından სიცოცხლე აღარ მოისურვა და თავი მოიკლა. არა, მერთა. არა, biliyorum ვიცი, beni kötü ბოროტ მოქმედად მიგაჩნი ვარ, sana kötülük et. მაგრამ მე შენთვის ზიანი არ მომიყენებია. Çünkü sen bu პირიქით, Mustafa'nın emaneti. ცდილობდი და გხმარებოდი. Onun kızıydın, onun მუსტაფამ ხომ შენი თავი მე ჩამაბარა.